სკოლაში რომ ვაკეთებდით ხოლმე ხება ხსოვთ რაღაც ნაწარმოებზე რომ ვიყავით რომ ვამუშავებდით და მე იმას ვარჩევდით ნაწილებად რაღაც პარალელებს ვაკეთებდით და ასე შემდეგ. ესეთი რაღაც მინდა გავაკეთო შემოგთავაზოთ რამდენიმე ნაწილად ძალიან მაგარი კლიპის და ვიდეოსი რომელსაც ეწოდება გამარჯობა აფხაზეთო შენი და გავარჩიოთ კადრებად და რა თქმა უნდა ჩემი აზრით ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მუსიკალური პროდუქტი რაც შეიქმნა ბოლო 30 წლის განმავლობაში და მინდა რომ თქვენთან ერთად გავარჩიო კადრებად. დღეს პირველ 3 კადრზე შევეჩერებთ ყურადღებას და მივხვდებით რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ამ ყველაფერს. პირველი კადრი, რომელსაც ხედავთ, ახლა აქ არ ჩანს კარგად, მაგრამ ამ გვეგონას ხელში უჭრავს საქართველოს დროშა და გემს აწერია Unity, ანუ ერთობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს მთლიანი საქართველოს ტერიტორია არის ერთი დიდი მთლიანი და გამოსავალი არის ერთობაში. მივხვდებით იმისა, რომ საქართველოში ყოველთვის იყო ტოლერანტულობის განცდა და ყოველთვის მულტიკულტურალური იყო საქართველოს ტერიტორია და შესაბამისად ჩვენ ძალიან ტოლერანტულები ვიყავით ეთნიკური უმცირესობების მიმართ. გამოსავალს ყოველთვის ხედავდით ერთობაში და არა იმაში, რომ რაღაც დომინაციაში ან რომელიმე კუთხის წარმომადგენლების ჩაგვრაში ან კიდევ ერთხელ ეთნიკური წარმომადგენლობის ჩაგვრაში, არამედ პირიქით ჩვენ ძლიერი მხარე ყოველთვის იყო ერთობა და ეს წარწერაც ერთობაც არის ამის გამომსახველი. მეორე კადრი ეს არის დარასაკურველი ხმაც, ეს არის ბუბა კიკაბიძე, ანუ როგორც საქართველოს ერთ-ერთი დიდი კოლორიტი, რომელიც რაღაც თავის ავტორიტეტით, თავის რაღაც სერიოზულობით წარმოგვიდგება, აქ თავის სერიოზულ იერსახეს ინარჩუნებს, იღებს სასმელს და მიდის დასასვენებლად აფხაზეთის კუთხეში. აქ მისი დასოდიანებული სახე და რაღაც ეს შორს მჭვრეტელი მზერა ესე რომ იყურება სივრცეში, აქ შეგვიძლია ჩემი აზრით ორგვარად გავიგოთ. ერთი შეიძლება ის რომ რაღაც თავის პირად სიყვარულს, ძველ სიყვარულს რაღაც რომანტიკულ ამბავს უბრუნდება, იმიტომ რომ თქვენ შესაძლოა დევნილია და კვლავ უნდა ჩავიდეს და უნდა იხილოს და მეორე განცდა შეიძლება იყოს ის რომ აი ეს ტკივილი ასაკიც ისეთი აქვს ხო ამ კადრებში ბატონ ბუბას რომ ამას ახსოვს ეს ომის პერიოდი, მას გამოვლილი აქვს ეს დიდი ტკივილი რაც და მესამე კადრი ეს არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ავტოსტოპით უნდა ჩავიდეს გაგრაში და აი ეს უსაფრთხოების განცდა, რომ ვინც მოძრაობს მთლიანად ყველა საქართველოს ყველა კუთხეში, ის თავად ადის აი ამ ხდება ამ პროცესის მონაწილე და უბრალოდ ადის და ჩადის და არანაირი თქვათ რაღაცა მარაზმატიკული შედეგები, რაც ამ საოკუპაციო ხაზს ახლავსთან და რაც ახლავს აი ამ მარაზმატიკულ საზღვრე კონტროლს, რომელსაც ვხვდებით ჩვენსავე კუთხეში, ჩვენს ოკუპაციო ხაზთან, იმიტომ რომ როგორც ვიცით, დღემდე საქართველოს ორი ტერიტორიული ერთეული რჩება ოკუპაციის ქვეშ. ძალიან ცნობილი სიმღერა, რომელიც შეიქმნა დაახლოებით 40 წლის წინ, პირველი ვერსია We Are The World ყველაზე ცნობილი მასშტაბური მუსიკალური სამყაროს წარმომადგენლების მიერ მოგვიანებით ეს გადამღერდა 25 წლის შემდეგ იმ დროის თანამედროვე წარმომადგენლების მიერ, რომელიც გამოხატავს სიყვარულს, ერთობას, თანადგომას და ასე შემდეგ. აი ჩვენი აი ამის ვარიანტია ეს შინაარსობრივადაც რო დააკვირდეთ ყველა ხაზს ამბობს ერთი სხვა მომღერალი იმ დროს ყველაზე ისე ცნობილი და აი ამ სიყვარულს გამოხატავს მთლიანად ეს მუსიკალური ელიტა, რომელიც არის გარკვეულწილად წარმომადგენელი მთლიანად საზოგადოებისა და ჩვენთვის შეიქმნა ზუსტად აი ეს ანალოგიური არის ჩვენთვის გამარჯობა აფხაზეთო შენი.